საქართველოს პროკურატურამ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 სექტემბერს თბილისში ბრალდებულმა განზრახ დააზიანა პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე განთავსებული 3 ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 1-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარია არის ექსტრემისტი პოლიტიკოსი, რომლის გაცხადებული მიზანი არის 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებზე ნების გამოხატვისთვის ხელის შეშლა და არჩევნების ჩასვლა. ის ამაზე საუბრობს ერთი, მეორე. მისი გაცხადებული გეგმა არის ხელისუფლების ძალადობით შეცვლა, როდესაც საუბრობენ გადატრიალებებზე თუ დამხობებზე და ასე შემდეგ. ვიცით რომ მის მიმართ არაერთი ადმინისტრაციული წარმოება იყო ამ ასეთი ექსტრემისტული ქმედებების გამო და გუშინ წინ იყო ხო თუ არ ვცდები ჩაიდინა პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული, შესაბამისად გახლავთ სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ. დღეს იუსტიციის სახლთან ბრიფინგი გამართა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ. მან შრომითი ბინადრობის მოწმობისა და სამუშაო ვიზების შეზღუდვაზე ისაუბრა. კუკავას განცხადებით, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, ბიუჯეტის ფულით შენდება ცენტრალური ავტომაგისტრალი და დასაქმებულთა უმრავლესობა სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორც საქართველო, არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემაა, არამედ დემოგრაფიული გამოწვევა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. რეალურად ჩვენი მოქალაქეები იწვევულები არიან უმუშევრობის გამო ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადაიქცნენ. მეორე უდიდესი პრობლემა, რომელსაც ქმნის ეს უკონტროლო მიგრაცია, რომელსაც ქართული ოცნების რეჟიმი არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს, ეს არის დემოგრაფიული პრობლემა და ეს არის უზარმაზარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ქაღალდზე ქართველები ვართ 3 მილიონი, რეალურად ეს არის 2 მილიონზე უფრო ნაკლები, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ვიმყოფებით. და ყოველწლიურად იმ ქვეყნებიდან, რომლის მოსახლეობა ზოგი მილიარდზე მეტია და ზოგი მილიარდზე ცოტა უფრო ნაკლები, შემოდის ათასობით მოქალაქე, რომელიც ეძებს მოწონ საქართველოს კლიმატი და აქ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ამიტომაც ეს პრობლემა უკვე დღესაც ძალიან მწვავე არის, მაგრამ 5-10 ან 15 წლის შემდეგ ქართველები თუ ივანიშვილის რეჟიმი კიდე დარჩა ხელისუფლებაში, შეიძლება გავხდეთ ერთ-ერთი ეთნიკური უმცირესობა ჩვენივე ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ თავისუფალი საქართველო ერთ-ერთ პრიორიტეტად ვსახავთ ამას და გვჭირდება თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა, უნდა შეწყდეს სამუშაო ვიზების გაცემა უცხოელებზე. ჩვენ მივესალმებით უცხოელებს, რომლებიც შემოდიან აქ ინვესტორებად, რომლებიც შემოდიან აქ ტურისტებად, რომელიც რა თქმა უნდა იქნება მოკლევადიანი ვიზებით ჩამოვა, როგორც ხდება ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ერთი კვირით, ორი კვირით და დაბრუნდება სამშობლოში, მაგრამ ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი იმისა, ნებისმიერი ქვეყნის და ჩვენ კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგი არ ვართ, არც კანისფერის და არც რელიგიის და არც სხვა ნიშნის მიხედვით. მაგრამ ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება ევროპული ქვეყანა თუ ეს იქნება აზიური ქვეყანა, მუდმივი მოსახლეობის შემოდინება საქართველოში, ეს არის პირდაპირ საქართველოს და ქართველების მკვლელობა 21 საუკუნეში და ჩვენ ამას უნდა გავუწიოთ კატეგორიული წინააღმდეგი. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სკოტ ბესეტმა განაცხადა, რომ თუ ევროპა რუსული ნავთობის ყიდველების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ტარიფებს დააწესებს, ომი უკრაინაში 60-დან 90 დღეში დასრულდება. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ მაღალი ტარიფების პირობებში მოსკოვი შემოსავლის მთავარი წყაროს გარეშე დარჩება. ბესენტის განცხადებით, რუსული ნავთობის შესყიდვის საპასუხოდ ინდურ საქონელზე შემოღებულმა ტარიფებმა ინდოეთთან მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესი განაპირობეს. ნიუ-დელი და ვაშინგტონი დღეს მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ნარენდრა მოდისთან დაკავშირებით რიტორიკის შერბილების ფონზე.
სანქციების მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით საქმე მილიარდობით დოლარს ეხება. Reuters-ი აღნიშნავს, რომ სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. სააგენტოს ინფორმაციით 2002 წლის პირველი კვარტლიდან 2025 წლის მეორე კვარტლამდე ექსპორტმა 61-ით, რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტმა კი 89%-ით იკლო. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა, როდესაც ალიასკაზე შეხვდა და მასთან ერთად ფოტოები გადაიღო. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინის სანქციების გადადების მიზნით ტრამპის მოტყუებას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს პუტინის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიერონ. სახალმა ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განმარტებით, ისრაელის ძალები ღაზას რკინის მუშტით ურტყამენ. მამაცურად იბრძვიან ბრძოლების გათავისუფლებისა და ჰამასის დამარცხებისთვის. მედია წერს, რომ შეტევა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და ისრაელის პრემიერს შორის გამართული შეხვედრიდან რამდენიმე საათში დაიწყო. ისრაელის ტანკები ქალაქში მასირებული საჰაერო დარტყმების შემდეგ შევიდნენ. კონფლიქტის ფონზე ქალაქი ღაზა, სადაც გაეროს ცნობით, ერთი თვის წინ 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, უკვე დატოვა 300,000-ზე მეტმა პალესტინელმა.